და ეკონომისტი აკაკი ჩარგეიშვილი გვსტუმრობს. მოგესალმებით ბატონ აკაკი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ინიციატივას გაგაცნობთ, რომელიც ჩვენი, ასე ვთქვათ, ინიციატივაა ტელეკომპანია ობიექტივის და აი ასეთ კითხვას ვსვავთ საზოგადოების წინაშე თქვენთან, სფეროს ექსპერტებთან, უნდა შეიქმნას თუ არა ქვეყანაში ფასების მონიტორინგის სახელმწიფო სააგენტო. და სხვა ქვეყნებთან შედარებით რა გამოცდილება არსებობს ამასთან დაკავშირებით? მე რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაზე მინდა ყურადღება გავამახვილო გერმანიაში, საფრანგეთში რა ხდება ასეთ დროს და როგორ იცავენ მომხმარებლის უფლებებს და მე მინდა ვისაუბროთ რა ხდება, რამდენად მიშვებულია ეს სფერო საქართველოში და რამდენად ხშირად იცვლება ფასები ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი მოქალაქეებისთვის. მადლობა, გამარჯვება. რაც გარკვეული პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რომ არ ქონია ეს დისკუსია, საუბარი და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ამიტომ მადლობა, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. ერთი თხოვნა მაქვს პროფესიულ რეგალიას ნოდამერღებთ. მე ვარ იურისტი, რომელიც მუშაობ ეკონომიკური სამართლის მიმართულებით, ეკონომიკური რეგულირებების მიმართულებით, ფინანსური საგადასახადო და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის ხელწვდომა არის, რომ სამართლებრივი კუთხით შევხედო ეკონომიკურ აქტიურობებს და საკითხი, რომელიც ეხლა თქვენ დასვით დღის წესრიგში განსახილოთ, სიამოვნებით განვიხილოთ. რა თქმა უნდა, რეგულირება სამართლებრივი ნაწილია, ფასები ეკონომიკური წარმოქმნის წინაპირობებია და ასე შემდეგ და საბაზრო ეკონომიკის და სიამოვნებით განვიხილო ამ საკითხს თქვენთან ერთად. რაც შეეხება იმას, რომ ფასების რეგულირება უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, რაღაც სპეციალური ორგანო, რომ ჩვენ საქართველოს გავლილი შინსი, როდესაც ფასების ინსპექცია ასეთი განმასწორებდა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში და ჩვენ და ჩასუხიც ამას მიმართებაში პირველი ძალიან გვახი რომ ასეთი არ უნდა არსებობს ლოგიკური და იმასთან დაკავშირებით აბარაკი რომ მოძრაობა სოციალური საკითხები ჯანდაცვასთან დაკავშირებით და შემდეგ ანუ პრობლემები იმაზე ვიდრე რეალური გვიძლია ჩამოვდოთ, იმიტომ რომ სპორტის მგზავრის საკითხებს ეხება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ყველა მართულება აქვს თავისი პასუხი. ანუ ჩვენ ფასების რეგულირებას ვისხმობთ პირობითად სურსთან დაკავშირებით, არსებობს მთელს მსოფლიოში აღიარებული და მიღებული კონცეფციები, რომლებიც შეეხება სურსის უნებლობას და სურსათის უნებლობიდან გამომდინარე იქ მცდელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები იწოდებს და დღევას ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის რომელსაც ეს უნდა მიიღოს ეს პროდუქტი, რომელიც სიცოცხლეწირებელი. ამიტომ ასეთ პირობებში პირველ რიგში საბაზრო ეკონომიკა სუსტად ნაწილია, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს ვერ აწარმოებს და აქვს ეკონომიკა რომ შეძლოთ რომ ხომალდი პროდუქტი თუ პროდუქტი აწარმოოთ. ამიტომ არსებობენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნები, გარკვეული პროდუქციის გეოგრაფიული წარმოშობიდან გამომდინარე შეზღუდული წარმოება, მაგალითად ციტრუსი წარმოება ჩვენ საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში ციტრუსი არ წარმოება, ხო? იგივე ჩვენთან შეიძლება ის მოპოვება, ამას ცალკე თავის ცხადდება, რომ ხორბალი ერთ-ერთი არის თავისი ჯიბრივი და ნიშნობრივი არის ხორბალი მონებლებიც ხორბალი, თუმცა იმ რაოდენობის ხორბალს რა იძლევა აწარმოოს უკრაინამ ეძლევა აწარმოოს იტალიამ რა იძლევა აწარმოოს რუსეთმა რა იძლევა აწარმოოს კაზახეთმა და შემდეგ ქვეყნებმა საქართველოს იმ რაოდენობას რა თქმა უნდა იმაში მოაქვს რომ რა შეგვიძლია იმსვლაკეთება ეს კიდევ საქართველოს საგეს რა შეიძლება ფასების რეგულირებას საფრანგეთის მართულობაში მოხსენებათ მედიკამენტების მიწოდებით უზარმაზარი პრობლემა შეისწავლა ეს მიმართულება კონკურენციის სააგენტომ თავის დროზე რაღაც გარკვეული ღონისძიებები დაისახა და ასე შემდეგ და მაინც სიტუაციური მდგომარეობა ფასებთან მიმართებაში ვერ გამოსწორდა. თუმცა ეს ანუ ყველა მე ვაკეთებ იმ პრობლემების იდენტიფიკაციას ახლა პროფესიונალში ვცდილობ, რომელიც გვაქვს იმის ასე ვთქვათ მაშინ უნდა არსებობს ფასების არ სულთან იმით ამას რომ
სეგმენტს აქვს რეგულირებული მართულებები. ანუ არის გარკვეული პროდუქცია, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვრის გარეთ, შესაძლოა საბაჟო ცივილიზებულ ქვეყნებში, აღიარებულ ქვეყნებში, რომლებიც ქვეყნის განვითარებებზე, იქ არსებობს სარიფო პოლიტიკა და არსებობს ბაჟთან დაკავშირებული, ანუ საბაჟო ბარიერები, რომელიც ფასებს უკავშირდება. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თუმცა ჩვენ ხარ რაღაცზე რეგულირებას აქვს ისეთი იმჩოსაც ფასის რეგულირებაზე იყოს, აქვს კონკურენციან ფასები ძალიან მარტივად საერთოდ რომ რაი პროდუქციას დადგეს კონკრეტული ნიშა ფასის მაღაზიებით პირობით ვაჭრობა აღიარება ხო? აი ავიღოთ პირადად შავი წარმოება ხო? ანუ რუხი შავი პრაქტიკულში არის წარმოება საერთოდ რესურსს კარს რაიმე ნასწრაფი რო ეს ჩვენ ისევ მოთრომ მოსობას მივაწოდა ფერაში დადგა თქვა პროზე რომ შევუძება და რაღაცა რაღაც რეგულირების ჩარჩოების ღირებულება უნდა იყოს 1 ანუ 1 ტონას და შემდეგ და მოხდა ის იმიტომ რომ ხმას გააჩნია ბირჟა ბაზაზე და სოფიო ბაზაზე აღმოჩნდა რომ შეაუპლანი მარტივობაში და აიწიოს ანუ მეგობრებო უნდა იმიტომ რომ ეს არის საკონელი შემოა ჩვენ არ ვიღაცა შუა ამ დროს გენერით დადგენა სახელმწიფოს მიერ და ფასი რომელიც ჭარბად უნდა იყოს და მოიყურებოდეს საღებად და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ის მომრებაში რომ ვიღაცა იაფადი სადღაც ეს კრიტურიტის წარმოება ხმალი შემდეგ გალაცია შემდეგ დაწოდა და ამ დროს საქართველოში არის და რაღაც და ამ დროს მიიღო არაჭარბი არამედ ზეჭარბი მოგება გამომდინარე ან სახელმწიფო უნდა იზრუნოს სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმაზე რომ როგორმე შეიქმნა საკონკურენციო მდგომარეობა რომ ადამიანს მუდმივად კონდეს იმის განცდა რომელიც არის ბიზნესი და ბიზნესი ისეთი რამეა რომ არასდროს არ ჩერდება მუდმივი პროცესია ყოველთვის ეს არის ადამიანების ფსიქოტიპი და ფსიქოგანწყობა არ შეიძლება რომ ის ვინც ბიზნესისკენ არის ორიენტირებული სხვა რამეს აკეთებდეს იმიტომ რომ მის კონსტრუქციას ასე ვთქვათ ადამიანურს ეს შეუძლია და ეს უნარები აქვს და ამას აკეთებს აქედან გამომდინარე ის ბიზნესმენები მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ ხარისხიანი პროდუქცია შემოიტანონ და თუ კი მათ ალტერნატივა ხდებათ ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში დაუწიონ ფასს ანუ სახელმწიფო მუდმივად უნდა იზრუნოს იმაზე, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არის, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი პროდუქცია იყოს, რომელიც არაკონკურენტუნარიანი. ამაზე კიდევ თავისი პასუხები არსებობს და შევეცდები ბევრი შემილია ესეთი მაგალითები წამალთან მიმართებაში, სხვა იგივე საკვები პროდუქტებზე, როდესაც ცხოველების საკვებზეც მნიშვნელოვანია, ხო? ესე იგი არის შესაძლებლობა, არის ამის ნამდვილად არსებობს რეალურად ამის შანსი, რომ ამ ტიპის რაღაცა ჩართულობით შევძლოთ ის რომ ჩვენს ქვეყანაში ფასების ყოველდღიური ზრდა გავაკონტროლოთ. თუ კი ექნება სახელმწიფოს ამის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება. მოდით ასე შევხედოთ, რომ ჩვენ არ უნდა გავაკონტროლოთ, ჩვენ რაიმე ორგანო არ უნდა შევქმნათ, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ და რაც უნდა მოვახდინოთ, პროდუქციის მიმართ რეგულირების ჩარჩოები უნდა შევქმნათ. არა ფასის მიმართ, არამედ პროდუქციის. როგორ მოძრაობს ეს პროდუქცია? როგორ საბაჟოს გავლით შემოდის თუ ქვეყანაში იწარმოება? ქვეყანაში თუ იწარმოება, რა რაოდენობის იწარმოება? ეს რაოდენობა რამდენ მოსახლეობაზეა გათვლილი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რაღაც გარკვეული რესურსი გვაქვს, სამწუხაროდ ძალიან ცოტანი ვართ უკვე ამ ქვეყანაში თავის დროზე 5 მილიონზე მეტი ვიყავით, ახლა არ ვიცი 3 მილიონი თუ ვრჩებით, ეგეც კითხვის ნიშანია, მაგრამ ის რაც გვაქვს ადამიანების სამომხმარებლო კალათა და ის რაც იწარმოება, ისინი ერთმანეთთან უნდა იყოს შედარებული, ხო? ამ შედარების შედეგად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რაღაც კვოტირების შესაძლებლობა იყოს, რომ თქვათ 1 წლის განმავლობაში საქართველოს რაღაც რაოდენობის, იგივე პორპროდუქტებს, იგივე წყალს, იგივე ლიმონადს, რა ვიცი, ასე ალკოჰოლი უამრავი არის, ხო, ესეთი პროდუქტი, მათ შორის სასიცოცხლო შაქარი, მარილი, სხვა, რასაც ჩვენ მოვიხმართ, აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად გვეცოდება რა რეზერვი გჭირდება ფასების ცვალებადობის შემთხვევაში და რა შეიძლება მიეწოდოს ბაზარს, რომ კერძო ბიზნესმენმა მოახერხოს მისი რეალიზება და არ ჩაუწეს პროდუქცია, იმიტომ რომ თუ ბიზნესი გაკვეთო და საერთოდ ვერავინ ვერ შემოიტანს
და ფასის არსებობასაც ადგილი არ ექნება როგორც ასეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ იცოცხლონ ადამიანებმა და საიდან შეიძლება კეთილდღეობა შეუქმნათ ადამიანებს, მაგრამ ზევიდან ჩვენ თუ ფასის ვდგენელს დავადგენთ, ყველა ის ბიზნესები გაავლენ ქვეყნიდან და აღარავინ აღარ დაგვრჩება გარდა გამაფიოზებული რაღაც იქ ბენზინის თუ რაღაც ამ ტიპის ურთიერთობების. კიდევ ერთი საკითხია, ბიზნესმენები, რომლებსაც ქსელური მარკეტები აქვთ, რომლებსაც კონკრეტული რაღაც ბიზნესები აქვთ, თვითნებურად ყოველდღიურ რეჟიმში რა ფასსაც უნდა იმ ფასს გვახვედრებენ დახლებზე. ეს როგორ უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ მგონი არასწორია, როდესაც დღეს რაღაც თქვა პირობითად 3 ლარი ღირს და ხვალ 5 ლარი ღირს და ამაზე არ აქვს პასუხი არავის, რა იწევს ამას. შეიძლება ეს საერთოდ საქართველოში წარმოებული იყოს, საერთოდ არ იყოს იმპორტირებული, მაგრამ მაინც ყოველდღიურად ბიზნესის კეთილგანწყობაზე ვართ დამოკიდებული და აი ამ ნაწილში რა ხდება? ძალიან მარტივია, ყველა კითხვას მერწმუნეთ, არაფერი რაღაც კატასტროფულად არ გამოიყურება, უბრალოდ კატასტროფულად მოწოდება ხდება ჩვენთვის, რომ ესე ცუდად და მძიმედ დავინახოთ, რომ მე ვიღაცა ჩინოვნიკის საშუალებით ბიზნესმა კორუფციის თუ ასე შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება მიაღებინოს სახელმწიფოს და ხალხიც რაღაცნაირად დაყაბულდეს ამ მოტყუებულ წარმოჩენილ სიტუაციას. არანაირი პრობლემა არა, ძალიან მარტივია. ბანკის სიტუაციას შევადარებ ახლა სუპერმარკეტების ქსელის სიტუაციას, ანუ რიტეილში რაც არის, ხო? ანუ რეალურად უყურეთ როგორი მოცემულობაა, ბანკს ხომ არა აქვს სხვა ბიზნესის კეთების უფლება, იმიტომ მარტო ბანკი უნდა აკეთოს ბანკმა, იმიტომ რომ ის ფულთან არის დაკავშირებული და ბანკისთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ ფულად საკრედიტო პოლიტიკის ნაწილში იყოს ჩასული, ამიტომ არის ლიცენზირებული. თუმცა ჩვენ ქვეყანაში ხდება ძალიან დიდი უბედურება. ბანკი აკეთებს ყველაფერს, როგორც საბანკო საქმეს, ისე მშენებლობას, აი მარტივად დავიწყებ, სამშობიაროდან დაწყებული ბანკს ეკუთვნის, იმიტომ რომ ერთია რომ ბანკია და მერე არის რომ თავისი კომპანიები რო აქვს, სამშობიარო ბანკს ეკუთვნის, საბავშვო ბაღის, ანუ სკოლა ბაღს იგივე ეკუთვნის ბანკს, შემდეგ სკოლა ეკუთვნის აღარ დავასახელებ ყველა მიცით ეს ამ ბანკისა, იმ ბანკისა სკოლა, შემდეგ მოდის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ასევე ეკუთვნის ბანკს, შემდეგ მოდის სამშენებლო კომპანიები, საავადმყოფოები, სხვადასხვა ქსელები, დეველოპერები, რომლებიც ასევე ეკუთვნის ბანკს და კარგად ვიცით ვიზეც და რაზეც ვსაუბრობთ. და ამას საბოლოოდ მოყვება ღმერთო ყველა სიკეთე მიეცი და გარდაცვალება ხო ადამიანის და ის კომპანიაც კი ბანკის კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ეხლა აქვს ხდომი ადამიანები რაღაც კრედიტით, რაღაც ურთიერთობით რომ ვართ, რაღაცით ხო უნდა ვიარსებოთ და გქონდეს შესაძლებლობა ბინა გქონდეს და ჩვენც ხო ბანკის რაღაც ზედამხედველობის ქვეშ. ანუ თავიდან ბოლომდე ვართ ქაოსში. იგივე ქაოსში არის ის ბიზნესი, რომელსაც თქვენ ეხლა ბრძანეთ, იმიტომ რომ მე თუ მაქვს სუპერმარკეტების ქსელი დაწყებული ბათუმიდან ჩამოსული ლაგოდეხის და ასე მთლიანი მთელს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში არსებობს სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც სათანადოდ უნდა იდგნენ და მე, რომელიც ვაკონტროლებ გაყიდვების ბაზარს, არ უნდა მქონდეს იმის უფლება, რომ გადავინაცვლო სადისტრიბუციო ბაზარში. ანუ მე თუ დისტრიბუციის ბაზარშიც ვარ, ანუ მომწოდებლის ბაზარში და ამ დროს გამყიდველი, მე ინტერესთა კონფლიქტი მაქვს. რატო? იმიტომ რომ ბაზარს მე კარგად ხედავ, მთელი ელექტრონ დღესთან გადახდები ელექტრონულად არ და ასე. მთელ სისტემას ხედავ, სად რა რამდენი იყიდება და იმ მაგალითად ბათუმში, ზაფხულში დიდი რაოდენობით წყალი, ანუ სასმელი წყლის რაღაც გავაკეთებ ამის მომარაგება, სხვა კომპანიებს გამოვწევ, იმიტომ რომ წყლის კომპანიები მომწოდებელები საქართველოში ბევრია, ერთ-ერთ კომპანიას შევისყიდი და მარტო ჩემი კომპანიისას შევიტან იქ. ანუ ჩემ ქსელში შევიტან, შენი ქსელი ხების მიარმებული პროცესი. იმიტომ თქვენთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ბანკს საკეთებ, საქართველოს არის სიზრობა, იმიტომ რომ ჩაიხედეთ ბიზნესიერი ბანკის თავშესაფროს გასაგები ვიზებს ნებისმიერ ადამიანთან არტივაში ვინც ბანკის კავშირშია, რეგულირებად კავშირშია, კონტროლირებად კავშირი და ჩავიხედოთ მათ ბიზნესებში რა ბიზნესები კიდე დამატებით ცალკე აქვთ. ღვინო, ლუდი, ლიმონი, ყველაფერს ბანკირები აწარმოებენ და ბანკი აკეთებს. და ამ ქსელშიც ბანკი ცდილობს რომ შევიდეს სხვადასხვა კრედიტის იგივე საავადმყოფოში. რას აკეთებ? ანუ მიცემენ პირობითად რაღაც
თანხას საკრედიტო რესურსის სახით, მე ის პირობები ისეთია, რომ ვერ გამოძრავდები და ამ დროს ბანკი მე მართვაში შემოდის და ვითომ ეს არ არის ბანკის და ამ დროს ბანკი მართავს ამ ტიპის ბიზნესს. აი აქა ვართ ჩვენ, ამიტომ არ შეიძლება რომ ფასების კონტროლი არსებობდეს, რეგულირებადი უნდა იყოს და არა მაკონტროლებელი ზევიდან დამდგენი რა ფასს მოგწევს, ამიტომ არ არის საჭირო ახალი ორგანიზაციების შექმნა, ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, ამ სახელმწიფოში მცხოვრები და ამ სახელმწიფო ორგანოები წარმოქმნით, ყველა რესურსი, ყველა ორგანიზაცია და ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ავამუშაოთ ეს სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც ხელეწიფებად და ვალდებულება გააჩნიათ, რომ შექმნან ის პირობები, რომ ყველა სამინისტრო უწყება, სიპები, დებულებებში უბრალოდ უნდა ჩავიხედოთ რა უწერიათ და უშლით ბატონო აკაკი ხელს რომ ეს გააკეთო. მე ამაზე არაერთხელ სხვა შორის გულისწყრომია არის ამ კითხვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2020-21 წლის შემდგომ პერიოდში დაგვემართა ეხლა რაც მდგომარეობა გვაქვს, სულ წერ რომ უმოქმედობა კლავს. აი რეალურად რასაც ჩვენ ვუყურებთ, უმოქმედობა კლავს. ამის მაგალითი არის ნათელი. ჩვენ თქვენს წინა გადაცემაში თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად უბედურებაზე ვისაუბრეთ, მაშინ ადამიანმა თავი დაიწვა. თუ გახსოვთ იმის მოლოდინში, რომ 30 წელი ბინას ელოდება, არ ეღირსა ეს ბინა, თავი დაიწვა და იმიტომ რომ არ გახმაურებულიყო, მაინც გავიგეთ ხო ეს ყველაფერი, მაგრამ რომ არ გახმაურებულიყო, იქვე სანამ ვიდრე მხედარი გაცივდა, როგორც იტყვიან ღმერთო დიდება შენსახელს, ვიდრე ეს მოხდა, მანამდე იმ ადამიანის ოჯახს ბინა მიწეს და მე ვნახეთ მთელი ტელევიზიები თავს დაეყო, აი ბინა, აი რაღაცა და ეს რაღაც, ეს საშინელებაში აღმოჩნდით, ხო? ანუ რეალური მდგომარეობა, ახლა გუშინ წავიკითხე ერთ-ერთი გამოცემის პუბლიკაცია და მე მგონი საკმაოდ ცნობილი ფაქტია უკვე, რომ შემოდის ასეთი რეგულაცია, თვითონ ნორმა არ მინახავს, პუბლიკაცია ვნახე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ცხოველთა დაცვის სააგენტო არსებობს ჩვენს ქვეყანაში და შემოდის რეგულაცია, რომ ის ძაღლები, რომლებსაც პატრონები ყავთ, ცხოველთა დაცვის სააგენტომ კარ უნდა მიაკითხოს ყველა, ასე ვთქვათ, ძაღლის მეპატრონეს სახლში და უნდა შეუმოწმოს, რა პირობებში ცხოვრობს ეს ძაღლი. და ამ პირობებში აგერ ჩვენს გვერდით ადამიანები თავს იწვავენ, იმიტომ რომ საცხოვრისი არ აქვს. ეს ხო არის დაცინვა. ეს ამიტომ რა ფასების რეგულირება, რისი ფასების დადგენა, აი ეს არის თავსმოხვეული კატასტროფები, რომ გამოსავალი ვერ დაინახო და დაეთანხმო ვიღაცას, იმიტომ რომ ვიღაცის ზურგს უკან დგას ინტერესი, არის ბლოკირებული, არის ლობირებული, რომ კორუფციული და ამ ერთი წესა ნავთობის ბიზნესზე, აი თუ თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, ამიტომ ბევრს ახსოვს ჩემი პერიოდიდან 90-იანი წლებიდან მარტო ნავთი ერთი კომპანიის ნავთი, იმიტომ რომ სხვას არ ქონდა მისი გაყიდვის უფლება. სადაზღვევო კომპანია შემოვიდა, რომელსაც ექსკლუზიურად მარტო საბაჟს სხვასთან ვერ განაბაჟებდი. ანუ ამ პირობებს როცა შეუქმნი, რა თქმა უნდა, ის ერთი ვიღაცა გამდიდრდება და ადამიანებს რაღაც ნავთი თუ დაზღვევა თუ რაღაცა მიეწოდება და რაღაც ქვეყნის გარედან რო შეხედავ, ეს ვითომ რესურსი გვაქვს, მაგრამ რეალურად რა მდგომარეობაში ვართ ამ რესურსთან მიმართებაში, აი ამის გააზრება არ ხდება. ამიტომ არანაირი კატასტროფა ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. მე შეგახსენებთ ორჯერ, სამჯერ ჩვენ კერძო საუბრებიც გქონდა, შეკპირდით კიდევაც აი ესე თამამად და გითხართ, რომ ლარს არაფერი არ დაემართება, აი ჩვენი 1 წლის, 2 წლის უკანდელი საუბარი გაიხსენეთ, ხო გითხართ, რომ ლარს არა ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკური მოდული დღეს მართალი ეკონომიკა არ მუშაობს ფინანსურ ნაწილში, ისეთი მოდული გვაქვს, რომ ლარს არაფერი დაემართება. პრობლემა ჩვენ გვაქვს იმაში, რომ ფასები იზრდება, იმიტომ რომ სოფლიოში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ამორტიზირება ხდება გარკვეული ურთიერთობების და ახალი მდგომარეობები გადაიარაღება ქარხნებში ასე შემდეგ, ახალ რესურსებს მოითხოვს და ამის გამო ფასები იზრდება. პროდუქციაზე, პროდუქტზე და ასე შემდეგ. თუმცა ლარს, რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში არ არის ეკონომიკასთან და ეს არის ჩვენი გულისწყრომა. ანუ იმაზე კი არ ვზრუნავთ, როგორ შევქმნათ კეთილდღეობა. იმაზე ვზრუნავთ, როგორ მოვკლათ კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა და რა აკეთებს ამას? აკეთებს უმოქმედობა და როგორც სამწუხაროდ ადრე გითხარით, უმოქმედობა კლავს. იმიტომ რომ ახსენეთ, შეჯამებისკენ უნდა მივიდეთ, რა ხერხებით, რა გზით უნდა მივახციოთ იმას, რომ რაღაცნაირად აი ამ მარტივი, ძალიან ბანალური საკითხებიდან მთავარ და მნიშვნელოვან
მნიშვნელოვან საკითხებზე გადმოვიტანოთ ხელისუფლების ყურადღება. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას შეგნებულადაც აკეთებენ ისინი, რომ რაღაც ძალიან მარტივი თემები აიღონ და ამაზე დიდი დრო დაკარგონ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მართლაც არის დღის წესრიგში დასაყენებელი და ძალიან დიდი მსჯელობა და მუშაობა სჭირდება, აი ამ თემებზე არ მიდის საუბარი, არც მსჯელობა, არც ქმედებები, არანაირი არ გვაქვს ამის მაგალითი, რომ რაღაცას აკეთებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებაზე იზრუნონ და იმაზე, რომ ჩვენი ხელფასები ყოფნიდეს თვიდან თვემდე მაგალითად და რაღაცნაირად აი ეს კეთილდღეობა, რომელზეც ხშირად გვესაუბრებენ, თითოეულ ოჯახამდე მივიდეს და ოჯახის ბიუჯეტზე აისახოს. აი მარტივად გეტყვით, ეხლა ზოგადი პასუხი და კონკრეტული ბევრი მოგვიწევს და დრო არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ძალიან მარტივი პირველ რიგში ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. რას ნიშნავს ეს? ჩვენ პატივს არ ვცემთ მასწავლებელს. აი რამდგომა გადახედეთ საგანმანათლებლო სექტორს. ჩვენ პატივს არ ვცემთ საავადმყოფოს ექიმს და რაც ყველაზე დიდ უბედურებას და გულისხმობას აი კადრები რო არ აყვავს, პატივს არ ვცემთ ექთნებს. რომლის რესურსი პრაქტიკულად საქართველოში არ არის. ანუ სერვისი თუ გინდათ მიიღო ექიმი, გააკეთებს ქირურგი ოპერაციას, მაგრამ შემდგომი მომსახურება კეთილგანწყობილი ღიმილიანი ადამიანი, რომელიც დაპურებულია, ხელფასი აქვს, ნორმალურ პირობებშია, ოჯახი იმდენად, ასე ვთქვათ, და ყველაფერი აქვს, ასეთი ადამიანები არ, ანუ პატივს არ ვცემთ. ის ფასები, რასაც საუბრობდა, რას უნდა მოხმარდეს, კიდევ ერთხელ, ჩვენს კეთილდღეობას და ჩვენ ერთმანეთს პატივს არ ვცემთ და კეთილდღეობა როგორ გვექნება. აი ეს არის, ანუ არ მოქმედებთ, არ ვაკეთებთ, საქმედან ვართ ამორიცხულები თუ გამოდევნილები და ესაა ჩვენი პრობლემა. კი ბატონო. ალბათ საზოგადოებამ უფრო უნდა ჩვენს თავზე ავიღოთ დიდი პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და უფრო მეტად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ის, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული, თუნდაც აი ამ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილშიაც აუცილებელია. მოვითხოვოთ ერთმანეთის პატივის. კი ბატონო, ურმეს მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე თქვენთან საუბარი. იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი გსტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში.